ხო გაიგე? გასაგებია. გასაგებია. ძალიან კარგი. შემდეგი საკითხები. უნდა იყო მარად სამშობლოს ღალატის სადარაჯოზე. გაიგე? სამშობლოს სადარაჯოზე კი არის, არაგერიოს ეს ორი ერთმანეთში. სამშობლოს ღალატის სადარაჯოზე. ანუ უყურე რა ხდება? რაღაცა ხელისუფლება ხო ყოველთვის იქნება ქვეყანაში. შესაძლებელი უნდა იყო. გაიგე? რაღაცას ხო გააკეთებენ ისინი, ხდება ხოლმე რომ რაღაცას აკეთებს ხელის კარგს. ან ხან არის ხოლმე კარგს რაღაცას აკეთებენ. თქვა დააგეს გზები. გზები დაიგო. კარგი გზები. აქ იქამდე ძალიან ცუდი იყო, კარგი დაიგო. რას ამბობ შენ? მე ვამბობ, რომ ძალიან კარგია, რომ გზები დაიგო. რას ამბობ? რა ვთქვი ეგეთი მას, ძალიან კარგია, რომ გზები. შენ ამბობ, რომ რომ მომშვიდება მე კარგი გზები ვჭამო? დამას ვითომ შენთვის ამბობ, მაგრამ სინამდვილეში ბრძენისკენ იხედები. ტუჩებს იქეთი შენ. მე რომ მომშვიდება კარგი გზები ვჭამო, გაიგე? ბრძენიც აყვება, ან რაღაცა მოიგონე. ვის უკვე დღეს 24 საათიანი ელექტროენერგია, ვის უკვე ხონდის არ უნდა წამოგდეს 1-5-5 წლის წინ თი სამფლებზე გვეწებოდა თითები. ეგ არ უნდა წამოგდეს. გაიგე და ეს რაღაცები, არაფერი, გაიგე? ხარისხიანი უნდა იყოს ღალატი. გაიგე? იდე მაგალითი ესეთი. დღეისთვის უყურე რა ხდება? თქვათ გამოვიდა მთელი ერი. მთელი ერი გამოვიდა ერთად, განან 1.5 მილიონი კაცი ერთად დგას. შენ იცახი რომ მე არ გავალ? ანუ ვერ გავიგე. რა ვერ გავიგე? ეს არის ღალატის ერთ-ერთი მარტივი მაგალითი. უყურე მთელი ერი გამოვიდა, 1.5 მილიონი კაცი ერთად დგას. შეხედულებას არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური შეხედულება, სექსუალური ორიენტაცია, ყველა ერთად დგას. ხელშეკიდებული განან ასე ჭირდება ქვეყანას. შენ იცახი რომ მე არ გავალ? გაიგე? თუ ყველა ვერ გავიგე ხა. ბიჭო, რა ვერ გაიგე? ერთხელ უთხარი ნათელაშვილს და გაიგო შესანიშნავად და მეოთხე დაგიხსენი და რა არის გაუგებარი. არ ვიცი მე რა გითხრა შენ საერთოდ რაზე ვილაპარაკოთ ჩვენ. აღარ მინდა მე საერთოდ არ ვიცი მე შენ ღირსემ დეკურსებს შენი გადაყვანა საერთოდ? რატომ მას? შენ საერთოდ არ ვიცი ოჯახისთვის მაინც თუ გიღალატია შენ მჟავია. სამშობლოს თავი დავანებოთ საერთოდ შენ სახელმწიფო გამოსწას როგორ ჩააბარე მე ვერ ხვდები. იქ უბნის ღალატს ჩააბარებ შენ არ გეტკინოს იქამდე არაფერი მჟავია. ეხლა ხმა დაიმახსოვრე, თქვა ყიდი სამშობლოს ღალატობ, რა ვიცი, ამას უნდა დამაჯერებელი ტონი ისეთი, რომ აი მაგალითად დაინახე, ან ესაუბრები ვისაც სამშობლოს მყიდველს. ხო? ისე კი უნდა დაიწყო, რომ აი მე მოვძანდით ბატონო, სამშობლოს ყიდი, კარგი სამშობლო ძალიან, ნასკერს კი არ ყიდი, სამშობლოს ყიდი, ტონი ცოტა ისეთი უნდა იყოს, აი ცოტა ისე უნდა დაიწყო. ხედავ ხო მყიდველს და ესე იწყებ. Приветствую, маэстро. გაიგე? გასაგებია? ანუ приветствую, маэстро. Кто-то из этого говорит, приветствую, маэстро. Приветствую, маэстро. А ეს გამოგდის, კარგია. ძალიან კარგი. ეგრე გავუყიდი მე. ესე რაღაცა გამოვა. ხო, მოდი მე დღეს აღარ მინდა რაღაცა დამაღილვე ძალიან შენ. გეხვეწები ოღონდ რაღაცა პატრიოტობის გრძნობა შეყარული არ გვინდა. აი ეს მოიშორე. აი ეს პატრიოტიზმის რაღაცა არა, ბევრი არ არის, ძალიან მცირე დოზითაა, მაგრამ მაღიზიანებს ძალიან. ხო. იმაზე გადავიდეთ, გადასახადზე სწავლის საფასურზე. სწავლის საფასურზე გადავიდეთ. ისიც რა არის, ძალიან ძვირს მთხოვთ თქვენ რა. ძვირი აბა რა. შენ სწავლობ სამშობლოს ღალატისა და გაყიდვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შენ ამბობ რომ მე ძვირს გთხოვ შენ გადასახადს. აბა რა არის, რამდენს გთხოვთ მაგრამ. მე შენ სამშობლოს ღალატში ძვირს გთხოვ გადასახადს. აბა მიდი შენ სარიშვილთან და გიორგაძესთან და რამდენს მოგთხოვენ სამშობლოს ღალატში ნახე. მიდი. არ ვიცი შეიძლება ძვირს მომთხოვენ, მაგრამ აი ესე რა ვქნათ რომ იქნება აი გამინახევროთ, აი ნახევარი ახლა გადავიხადო, ნახევარი მე. გასაგებია შენ ნახევართან მე პრეტენზია არ მაქვს არაფერი, მაგრამ ახლა ეს რა არის, ამას მე ვერ წვიტავ, ეს რექტორის დონეზე წდება, უნივერსიტეტის რექტორმა უნდა გადაწყვიტოს. ანუ ვერანაირად. ერთი წამი მე დაურეკავ მაგას. ალო. ესა ბატონო ედუარდ. დიახ. დიახ მე გაწუხე. როგორ ახალ? რა ვიცი ისე. კი. ხო, რას ამბობ თქვენ ყოველთვის ფორმაში იქნებით? დიახ. ხო, ბატონო ედუარდ, ეს სტუდენტი ამბობს, რომ ნაწილ-ნაწილო გადავიხადო, იქ შეიძლება? გადაიხადოს? კი, გადაიხადოსო. შეგიძლია ნაწილ-ნაწილს გადაიხადო, ესე იგი, დღეს მოიტანე ის ნახევარი. ძალიან კარგი. დღეს არა მაქვს მას. ჩავია, დღეს რა დღეა, ესე იგი, დღეს იყო ბოლო დღე გადახდის საფასურის სწავლის, საფასურის. არა, დღეს არა მაქვს მას. ჩავია, მე ხო გთხოვე შენ რომ დღეს არის ბოლო დღე და აუცილებლად მჭირდება მეს თანხა. ჩავია, რა გააკეთე შენ? არა მაქვს მას. დღეს არ მოიტანე თანხა, მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა?
ხო, ნუ და რა ხე მიხალატე ხო ფაქტიურად მჟავია. ეგ გამოდის. ხო შახ. აი ესეთი სტუდენტები გჭირდება ჩვენ. ამაყად მჟავია. წამოდი ახალი დამალება ჩაგაწერინო. აი ესე. Sexy motherfucker. ზეცელა გაშოქის თემამ მჟავია. ნიკა გრიგოლია. Hey!